სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისა. სულიერი გამოცდილება პირადი და ზოგადად 2000 სლოვანი გამოცდილება, რომელსაც უნდა ვიღებდეთ ეკლესიის ავტორიტეტით. გვეუბნება, რომ ადამიანს ძალიან უჭირს საკუთარი თავის დანახვა, რა მდგომარეობაშია და რა არის მისი საკეთებელი. ამას თავის მიზეზები აქვს და ამაზე ჩვენ ბევრი გვისაუბრია. რატომ ხდება ეს? ერთი სიტყვით ეს არის დაზიანებული ბუნება, რომელიც ვეღარ ხედავს თავისი შემეცნების უნარებით ღმერთს. შესაბამისად დაკარგული აქვს ორიენტირი, მაგრამ შეჩენილი აქვს მოაზროვნეობა და თავისუფლება და ორიენტირი არა აქვს, რომელიც ერთადერთია ადამიანისათვის, იმიტომ რომ ადამიანი ხატი და მსგავსია ღვთისა და ადამიანი ვერ იქნება როგორც არსება რეალიზებული, ღვთისმშობლება რეალიზებული თუ ის ღმერთის მიმართულებით არ წავიდა და არ განვითარდა, რომ ღმერთშია მისი ბედნიერება მხოლოდ. ანუ აბსოლუტურ სიკეთეში, აბსოლუტურ სიცოცხლეში, აბსოლუტურ სიხარულში არის ბედნიერება ადამიანის და მას შეუძლია ეს დაიტიოს. ცხოველს არ შეუძლია, ცხოველს ღვთაებრივი ბედნიერება კი არა, ცხოველს ადამიანური ბედნიერების დატევნაც არ ძალუც. მცენარეს ცხოველის სიხარულის გაზიარება არ ძალუც, ქვას მცენარის სიხარულის გაზიარება, ჭყალებში სიხარული, მცენარის სიცოცხლის გაზიარება ქვას არ ძალუც. ქვას არ ძალუს მცენარის, მცენარეს არ ძალუს ცხოველის, ცხოველს არ ძალუს ადამიანური ცხოვრების სიცოცხლის გაზიარება, ხოლო ადამიანს ძალუც ღმერთის სიცოცხლის გაზიარება. და ამით ადამიანი ამ მთლიანი მიწიერი სამყაროს ქმნილების კონტექსტიდან ამოვარდნილია. ეს არის ადამიანის სიდიადე. მაგრამ იმისათვის რომ ეს მოხდეს, ადამიანს უნდა ჰქონდეს ორიენტირი და აცდენა ამ ორიენტირიდან არის ამარტია ბერძნულად, ქართულად, რომელიც ითარგმნება როგორც ცოდვა. აი ეს არის ცოდვა. და როცა ადამიანს ეს ორიენტირი არა აქვს და მე მინდა გითხრათ, რომ ლიტონი რწმენა, თქვენც იცით ეს ფიქრობ, ლიტონი რწმენა რომ მე მწამს ღმერთი, ეს არ არის საკმარისი რომ ადამიანს ორიენტირი ჰქონდეს. ჩვენ არ ვიცით, რომ რწმენა გვაქვს, მოვედით, აქაც ვართ, მაგრამ აი ჩვენ ნებაზე ვცხოვრობთ. როგორ ჩვენ გვინდა ისე, როგორ ჩვენ გძნობთ, როგორ ჩვენ ვფიქრობთ, როგორ ჩვენ შინაგანი ინტუიცია გვკარნახობს, ბუნება გვკარნახობს, გული გვკარნახობს, ჩვენი სიმართლე გვკარნახობს, ჩვენი სხეული გვკარნახობს ხანდახან. სხეულს ვიღა ეკითხება, ხო? სხეული რა არის? კუჭი, გული, ემოციები, რაღაც ნერვული სისტემა, თქვა და ასე შემდეგ. ისიც კი გვკარნახობს ჩვენ როგორ მოვიქცეთ. ზოგ შემთხვევაში თლად უარესი ხდება, ზოგ შემთხვევაში გვკარნახობს მაგალითად მოდა. აი მოდა, როგორი მოდაა გავრცელებული. ტანსაცმელი გვკარნახობს როგორ მოვიქცეთ. თმების ფორმა, ფრჩხილების, სადრა საყურე გაიკეთოს. და საერთოდ ადამიანს ვერ თავგზაებნება. და ჩვენ ამას ვხედავთ, რა ვერ ვხედავთ, რა ხდება სამყაროში. და ადამიანები როცა აცდენილი არიან ორიენტირს, ანუ ღმერთს, მე იმდენად თავდაჯერებული ხდებიან თავიანთ სიმართლეში, რომ სამყაროს უკვე ხედავენ თავიანთი უკეთური ნებელობიდან გამომდინარე. არა ჭეშმარიტებიდან, არამედ საკუთარი სიმართლიდან, ანუ საკუთარი ნებელობიდან და ეს უკეთურია, იმიტომ რომ ღმერთს დაცილებულია, ასე ხედავენ სამყაროს და ეს მიაჩნიათ სიმართლედ. გახსოვთ უფალი როგორ ამბობს, რომ ერთ-ერთი რასაც გვაფრთხილებს ქრისტიანებს, რომ თქვენ როცა დაგხოცავენ, როცა მოგწყებდნენ თქვენ, აი პირდაპირ ეს დახოცვა არის ეს. ფიზიკურად როცა მოინდომებენ ჩვენს განადგურებას, როცა ეს მოხდება, იმათ ვინც ამას გააკეთებს. ეგონებათო, რომ ღმერთს შესწირეს მსხვერპლი. რას ნიშნავს ეს? სინდისი არ შეუტყდება, სინდისი არ შეაწუხება. იმიტომ რომ დარწმუნებულები იქნებიან, რომ ისინი მართლები არიან. აი ამაშია საქმე. წარმოგიდგენიათ? ეს ყველაფერი ჩაისახა ჯერ კიდე 60-ში, რომ მე რა შუაშუა შეროცოლი მომეცი, იმას შემასდინა ადამი პასუხობს. ევა პასუხობს, აი მე რა შუაში ვარ, გველმა შემაცდინა. კაენი პასუხობს, მე რა ის ხო არა ვარ, ჩემი ძიძა ხო არა ვარ, ჩემ ძმას, ესე იგი, სად არის შენი ძმა, რო ეკითხება. როცა მოკლა კაენმა აბელი. აი ესე,
პასუხისგებლობის მოცილება, რატომ? იმიტომ რომ ადამიანს აქვს ილუზია, რომ მართალია. აი მაგალითად დღევანდელ სახარებაში რა უცნაური ეს დღევანდელი სიუჟეტი, სახარების სიუჟეტი, რომელიც მათეს სახარებაში და არა მარტო მათეს სახარებაში, მთლიანად რომ გადავავლოთ თვალი მთლიანად აი ამ სიუჟეტს ყველა מחარებლის მიხედვით, რასთან აქვს საქმე, რომ ესე იგი იოანე ნათლისმცემელი მოუწოდებს ერს სინანულისაკენ. ყველა დაინტერესდა და მით უმეტეს დაინტერესდა მეფე. იროდი მიდის და ამ ხელს ჯერ დაინტერესდა, ნახე საინტერესოა, ხო შეიძლება არ დაინტერესებულიყო. ხო ვიღაცა რაღაცას ლაპარაკობს, ეს მეფე ვარ, ვიღაცა უდაბნოში გასული, ტანსაცმელი წესიერად არაცვია, საჭმელს ეგარ აჭამს, გაველურებული, ეხა იქ რა მინდა? არა, წავიდა. ეს ერთი. წესით იროდისნაირ მეფეს იოანესთან არც უნდა დრო არ დაეკარგა ამაში. მაგრამ წავიდა, მოусმინა, ამ ხელს, რომ მას ძმის ცოლი ყავდა ცოლად, თორსა მისი ძმა ცოცხალი იყო. რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვეულებრივი მრუშობა და კიდევ უარესი. და ამ ხელს გაბრაზდება განსაკუთრებულად მისი ვითომ ცოლი თუ რაც იყო ისა იროდია და გამწარდება და ისიც იმოქმედებს მასზე, თან შერცხება და მოკლედ დაიჭერენ და მისი ცოლის ჩიჩინით პირველ რიგში და თვითონაც გაბრაზებული იყო ბუნებრივია მოკლა უნდა, მაგრამ ვეშინია ვერ კლავს, იმიტომ რომ ხალხმა იცის, რომ ეს არის წინასწარმეტყველი და ეშინია ამბოხების. ანუ გაბრაზება აქვს ძალიან დიდი, თან ცოლიც ვინც არის უჩიჩინებს, მოკლა უნდა, მაგრამ ვერ კლავს ხალხის რიდიება და ხალხის ეშინია. ამის პარალელურად ეს პატიმრობა გარკვეული პერიოდი ხო გრძელდება, ჩადის და უსმენს და რჩევებს ეკითხება და ისმენს მისას, გესმით? ანუ რაღაცა მოძღვარივით აყავს. რა უცნაურია, ხო? და პატივს სცემს. წარმოგიდგენი, ეს წმინდა წერილში წერია ეს ყველაფერი. შემდეგ მისი ეს ბრუში ბუნება გერი ცეკვავს და ეს ეთყობა ეს ვნებიანი გულით შეხედა ამ გოგოს პატარას და ესე იგი კაცი რომელიც ძალაუფლებისათვის ყველაფერს იკადრებს, ამ დროს ეუბნება რომ აი ესე შეიპყრო ვნებამ, რომ ნახევარ სამეფოს მოგცე. რაც გინდა მთხოვე, თუ გინდა ნახევარი სამეფოს და მას მოგცე. ანუ აქაც არათან მიმდევრულია, თუ ძალაუფლება გიყვას ერთ ცეკვაში ნახევარ სამეფოს როგორ იძლევი? ამ დროს იცით რაც მოხდება, ესე იგი დედამისის მიერ ის ბირებული მოითხოვს იოანე ნათლისმცემელის მოკვდინებას და რო ეტყვისო იოანე ნათლისმცემელის თავი მომეცი, მეფე შეწუხდება. ანუ რამდენი რამე ტრიალებს ამ მეფეში, საერთოდ არ აქვს არანაირი სიმყარე, არანაირი პოზიციაში. ხან ესე იქცევა, ხან მოკლა უნდა, მერე პატივს მიაგებს, ხან თავის სამეფოს უფრთხილდება და ხალხის ამბოხის ეშინია, თავის სამეფოს ისე უფრთხილდება, რომ ესე იგი ყველაფერს იკადრებს, ამ დროს ნახევარ სამეფოს იძლევა და ეხლა ფიცით უთხრა, რომ ნახევარ სამეფოსაც კი მოგცე, რაც გინდა მთხოვე მოგცემ, უცებ თავს ეუნებიან მომიტანე იოანე ნათლისმცემლის, ეხლა შეწუხდა, იმიტომ რომ არ უნდა იოანე ნათლისმცემლის მოკვდა. მაგრამ რადგან ფიცი დადო, თითქოს ძალიან პატიოსანი კაცი იყოს, რა ფიცი ვთქვი ეხლა, ამიტომ ესე იგი შეასრულა მისი თხოვნა და იოანე ნათლისმცემელი მოაკვლევინა. ერთი ადამიანის მაგალითზე რომ შეხედო, ესე იგი მის თავში რა ხდება, წარმოიდგინე. ადამიანს რომელსაც ორიენტირი არ აქვს, რა დღეში ვარდება, იმის და მიხედვით რა გარემო ექმნება. ეს გავს აი ჰაერში ქარისაგან ახვეტილ ფოთოლს, რომელიც ფიქრობს, რომ რა ლამაზად დავფრივნენავ, რა ლამაზად ვტრიალებ, არა და აბსოლუტურად მასზე არ არის დამოკიდებული არაფერი, მხოლოდ ქარზეა დამოკიდებული და აი ადამიანი ორიენტირის გარეშე დარჩენილი ძალიან ხშირად ამას გავს. ადამიანთა ერთობა ქმნიან ქვეყანას, ქმნიან ერს, ოჯახს, ეკლესიას, სამშობლოს. და თუ ჩვენ სწორი ორიენტირი გვაქვს, მაშინ ჩვენ ერთობასაც სწორი ორიენტირი აქვს. ამიტომ ეკლესია მეტნაკლებად ნიმუშია მთელი სამყაროს წინაშე, იმიტომ ეკლესია არის ადამიანთა ერთობა და ღმერთი. და ეს ადამიანთა ერთობა ის ერთობაა, რომელსაც წესით ორიენტირი უნდა ქონდეს, სწორი ორიენტირის შემთხვევაში ეს იქნება მაგიდაზე დანთებული სანთელი მთელი სამყაროსათვის. მაგრამ ეკლესიის ისტორიას თუ გადავხედავთ და თუ დავხედავთ იქ, რომ როდესაც რომელიმე ადგილობრივ ეკლესიაში ადამიანების ორიენტირი არასწორი იყო, მაშინ ეს ერთობა იქნებოდა, უკეთური ერთობა იქნებოდა, იმიტომ რომ ღვთისმეტყველების საწინააღმდეგო იყო და ჩამოცილდებოდნენ ეკლესიას, ასე იქნებოდა სხვადასხვა დენომინაციები, ასე იქნებოდა განხეთქილებები, სქიზმები, მწვალებლობები,
ამიტომ ეს საშიშროება, რა თქმა უნდა, ეკლესიის ორგანიზმში არსებობს. და ესე იყო, თქვა, ქრისტიანული ერები, ხა ჩვენი ერი, ჩვენი ქართველი ერი. ჩვენ ქართველები ვართ იმიტომ და ქართველობა გრიგოლ ხანძთელი, გიორგი მერჩულის მიხედვით პირველ რიგში ნიშნავს სწორედ ღმერთთან ქართულად მოლაპარაკე ადამიანს. ანუ როცა ეკლესია და ერი თანხვედრაში მოდის ერთმანეთთან, ეკლესია როგორც მორწმუნე ერი და ქართველი ერი, როგორც ქართველი ერი, და როცა ქართველი ერი და მორწმუნე ერი ამ ტერიტორიაზე თანხვედრაში მოდის ერთმანეთთან, ეს ნიშნავს, რომ ერი და ბერი არის ერთი. ანუ ჩვენ ერთნი ვართ. მე-18 საუკუნეში და იმის იქით ქართველი და ქრისტიანი სინონიმები იყო. სინონიმები და ქრისტიანი ამ შემთხვევაში გულისხმობდა მართლმადიდებელ ქრისტიანს. ეს იყო სინონიმები. ამან გადაარჩინა ქართველი ერი დღეს, ამიტომ დგავარ ჩვენ ახლა აქ, ამიტომ გვაქვს იმედი ჩვენი ქვეყნის გადარჩენის და ამას ყოველთვის ებრძოდნენ და ცდილობდნენ, რომ ჩვენთვის ჟული წაერთმიათ. ჟულის წართმევა სხვადასხვანაირად ხდებოდა. ზოგი გეუბნებოდა, რომ ქრისტიანობა უარყვავი, მართლმადიდებლობა უარყვავი სხვა დენომინაციაში გადადი, ან ქრისტიანობა უარყვავი საერთოდ სხვა რელიგია მიიღე, ან ცხოვრების წესი შეიცვალა. რა თუ ტრანსცენდენტული ორიენტირი აღარ აქვს ადამიანს. ადამიანს მიწიერი ორიენტირის წაერთვა. ვინ არის არიცის? ვერ გაურკვევია თვითონ. ეს დემონური, მახინჯური მოძღვრება, რომელიც ჟულის გარყვნაა იგივე. რა მნიშვნელობა აქვს ქრისტეს როგორ უარყოფ? და როგორი ძალადობით შემოდის, აი პირდაპირ ძალადობით, რომ შენ თუ გინდა რომ კარგად იყო და ბედნიერად იყო და დასული იყო, უნდა ჟული უარყო. აბა შახაბაზი და ის მონგოლები და არაბობა, მეც რასაკეთებდა? რასაკეთებდნენ ისინი მეც, როგორ ფიქრობ? რომ შემოდიოდნენ ისინი, თუ მიიღებდი ისლამს, არც გადასახადებს იხდიდი, არც მოკლავდნენ და დაწინაურდებოდი. რა ხდება ასეთ დროს? ასეთ დროს აი ხდება ეს და წავიკითხავ. ეს მარა იესოს ესე განეშორა მიერ ნავით და წავიდა უდაბნოსა ადგილსა თვისაგან. როგორც კი შენ რაღაც აი არა ჯანსაღად იქცევი, გარემო ღვთის უარყოფელი ხდება და ამ შემთხვევაში იონათლისებელი მოკლეს ცეცხლოვანი ადამიანი ესე უბრალოდ უზნეო ქალის ნებით აი ესე მოიკლა. უფალი ახლა რევოლუციას არ ახდენს, რატო არ ახდენს რევოლუციას? რევოლუცია ამ სამყაროს რევოლუციური ცვლილება მის საქმე არ იყო. უფალს უნდა ამ სამყაროს შინაგანი ცვლილება პიროვნულ დონეზე, თითოეული ადამიანის დონეზე. როგორც ერთ წმინდას ეკითხებიან ბერძნები, რომ როდის დავიბრუნებთ ქალაქს? როდის დავიბრუნებთ ქალაქზე? იგულისხმება კონსტანტინოპოლი, ეს ბერძნების ტკივილია სულ და გულზე დაადებს ხელს და ეუბნება, ჯერ გული დაიბრუნეთ. და აი ეს ამას გვეუბნება ჩვენს ამ შემთხვევაში ეს წმინდანი და მთლიანად ქრისტიანობა ამას გვეუბნება, რომ ჩვენ ეს ორიენტირი აქ თუ არ გვექნა გულში, ვერადარი ფიზიკური თქვა პრინციპულობა არ გვიშველის. თავარი არის გული დავიბრუნოთ და გული წავართვათ ეშმაკს და ეს ორიენტირი ჩვენ რო საუბრობთ, სწორი ორიენტირი, პირველ რიგში ის ორიენტირი, ის გზა სწორი მიმართულებით გულში გადის. და რა თქმა უნდა, როცა ადამიანს სწორი ორიენტირი აქვს, მე მეტნაკლებად ესმის უკვე პავლე მოციქულის ის სიტყვები, რაც დღეს ასევე აღმოვიკითხეთ კორინთელთან ეპისტოლეში, როგორ გვახსენებს, თუ არიცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სული წმინდისა. თუ არიცით, კორინთელებს მიმართავს. კორინთელებზე გაბრაზებულია პავლე მოციქული. იქ ხშირად აქებს მათ დიდებულ რაღაცებს ეუნება, სიყვარულის ჰიმნს კორინთელებს ასწავლის, მაგრამ ამავე დროს კორინთელები ცუდად მოიქცენ და პავლე მოციქულს ხშირად მამხილებელი სიტყვა კორინთელების მიმართ და ეს ხო ის ადამიანები არიან, ვისაც მოძღვრად პავლე მოციქული ყავს. და შესაბამისად თუ მათ ჭირდებოდათ ამგვარი შეხსენება და მხილება, მით უმეტეს ჩვენ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება შეხსენება და მხილება, რომ სული წმინდი, რომ ღვთის ტაძარნი ვართ. სხეული თქვენი ტაძარია, თქვენში დამკვიდრებული სული წმინდისა. და ამას მარტო აქ არ ამბობს, ბევრ ადგილას ამბობს ამას პავლე მოციქული. როგორ უნდა გაუფრთხილდეთ, წარმოგიდგენიათ ჩვენს არსებას, როგორ უნდა გაუფრთხილდეთ, რა პასუხისგებლობით უნდა მოვექცეთ. და აი ის რომ ჩვენ არ ვიცით ვინა ვართ და ვერ ხვდებით, იმიტომ რომ ორიენტირი არ აქვს, ვისაც ორიენტირი გვაქვს, ანუ ქრისტიანებს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი არსება, ჩვენი სხეული, ჩვენი სული, ჩვენი არსება არის ტაძარი, პოტენციური ტაძარი ღვთისა. და ეს რას ნიშნავს? აი აგზელებს.
ეს ხო გაქვთ ღვთისგან, ანუ სხეული წაძარია, თქვენი ტაძარია და შემდეგ სხეულზე აგზელებს, რომელიც გაქვთ ღვთისგან და აი აქ ამბობს კითხვას სვავს, აი კითხვის გაგზელება, ნუ თუ არ იცით, რომ ტაძარი ხართ და ნუ თუ არ იცით, რომ ეს ღვთისგან გაქვთ მოცემული და ნუ თუ არ იცით, რომ არ ეკუთვნით თქვენსავე თავს. და ამ დროს პავლე მოციქული არის ის, ვინც ყველაზე მეც საუბრობს თავისუფლებაზე. აი როგორ შეათანხმო ეს, რომ ქრისტიანობას შეყავხარ სრულ აბსოლუტურ თავისუფლებაში და ამავე დროს გზა აბსოლუტური თავისუფლებისკენ არის ის, რომ შენ საკუთარ თავს არ ეკუთვნი, აი ამის შეთავსება, ამის პრაქტიკულ ცხოვრებაში, ჯერ ამის გააზრება და ამის პრაქტიკულ ცხოვრებაში რეალიზება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი ქრისტიანულ ცხოვრებაში. ვინც ამას ვერ მოახერხებს, ის ქრისტიანი არ არის. ვინც ამით არ დაინტერესდება, ვინც ამაში არ ჩაუღმავდება, ვინც ქრისტიანობას ზერელეთ ეკიდება, ის ამას ვერ გაიგებს, რაზეა საერთოდ საუბარი. როგორ შეიძლება იყო, რომ თან საკუთარ თავს არ ეკუთვნოდე, თან კიდე აბსოლუტური თავისუფლებისკენ ისწრაფოდე. და ეს პასუხისგებლობა, რომ საკუთარ თავს არ ეკუთვნი. აბა ვის ვეკუთვნი? ღმერთისგან გააქვს პავლე მოციქული მეუნება. ყველაფერი აბსოლუტურად სხვაგან ამბობს. და ეხლა უცებ მეუნება, რატო არ ეკუთვნი საკუთარ თავს? იმიტომ რომ სასყიდლით ხართ ნაყიდი. ამით იურიდიული ტერმინი შემოაქვს და გეუბნება, რატომ შემოაქვს ეს ტერმინი? იმიტომ რომ იმ საზოგადოებას, იმ სოციუმში, რომელშიც პავლე მოციქული გადაგებს, ასე ესმით. ეს არის იურიდიული ტერმინი, იმდროინდელი სოციუმისათვის გასაგები. ანუ ქრისტემ გადაიხადა თავისი სისხლი თითოეული ადამიანის გადარჩენისათვის. ამიტომ არ ეკუთვნი საკუთარ თავს და შენ თუ ქრისტიანი ხარ, ამას აცნობიერებ და განუკუთვნებ ბოლომდე შენ თავს უფალს. აი, ხშირად რო გვითქვავს, შენთაგან შენ და შემწირველი, ანუ მთლიანად შემოგწირავ ჩემ თავს უფალ. აი ამის გაგება არის ქრისტიანობა. ადამიანი, რომელიც ასე დაინახავს თავის ცხოვრებას და ამაში დაინახავს თავის რეალიზებას, ამაში დაინახავს თავისუფლების ზეიმს. იმიტომ რომ ვის მეაკუთნებს საკუთარ თავს? ვის? ღმერთს, რომელიც აბსოლუტური სიკეთეა, რომელიც ერთადერთი ციცოცხლეა. ერთადერთი, სხვა ყველაფერი მისი ქმნილება, რომელიც ვერ არსებობს მის გარეშე. რომელიც ერთადერთი ბედნიერებაა, ერთადერთი სიყვარულია. და თუ არ სიტყვი მასზე, გრჩება ის, რაც გრჩება და ნუ თუ ცოტათი მაინც არ ვიცნობთ საკუთარ თავს და ვერ ვხედავთ რა გრჩება და რა პერსპექტივა გვაქვს. ადამიანური პერსპექტივა სასაცილოა. და სასაცილო ადამიანი ამტკიცებს იმას, რაც არ იცის. რატომ ორიენტირი დაკარგული აქვს და იმით? საკუთარ თავს აიგივებს კოღოსთან, ბრწყილთან და თulis რომ ადამიანი სულაც არ არის უფრო უკეთესი, ვიდრე მაგალითად ობობა. როგორ კაცო ადამიანი შემოქმედია, ობობაც შემოქმედია და ობობაც რაღაცას აკეთებს. ნუ აი ნახეთ, ესე იგი როცა შენ კითხავ რომ აი ადამიანი ხო დიადია და რა ობობა რა ნაკლებია გეტყვის. ახლა რაღაცზე უნდა ილაპარაკო საერთოდ. რაღაცზე უნდა ილაპარაკო. და პავლე მოციქული საბოლოო ჯამში გვეუბნება, რომ ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულით, რომელიც არის ღვთისა და სპეციალურად გაყოფს. სულ მარტო სულით არა, სხეულითაც, ყველაფრით ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ არის უბრალოდ ცხოველის ხორცი. გესმით? ამიტომ მიაქციეთ ყურადღება საკუთარ თავს, საკუთარ ცხოვრების წესს, სიარულის მანერას, ჩაცმას, გამოხედვას, ხმის ინტონაციას, ამ ყველაფრით ღმერთი უნდა იდიდებოდეს, თუ ქრისტიანი ხარ. და ღვთის მიერ მოცემული რეალობა გვეხმარება, რომ ეგოიზმმა და პირუტყულმა მიდრეკილებებმა, უკიდურესმა ინდივიდუალიზმმა, ზოგადად ეგოიზმმა და ჰედონიზმმა არ გადაჯეგოს ჩვენი ღვთის ხატება და მსგავსება და ამიტომ ამბობს ახლა ესეთი რაღაცა დღესაც წავიკითხეთ. ნახეთ ეს სიტყვები, ცოლი როდია თავისი სხეულის უფალი, არამედ ქმარი და არც ქმარია თავისი სხეულის უფალი, არამედ ცოლი. სოციუმის ერთ-ერთი უჯრედი, ოჯახი, ამ შემთხვევაში ოჯახი
და პრინციპში აი მონასტერით ოჯახია, კასპარო თქვას, ოჯახია, ადამიანთა ერთობა. ზოგადად ოჯახს თუ განვაზოგადებთ, ეს არის ერთობა ადამიანებისა, სადაც იმ შემთხვევაში შეიძლება ბედნიერი თანაცხოვრება თუ ერთი სხვისთვის ცხოვრობს. ყველაზე მკვეთრად ეს და ყველაზე მძაფრად გამოხატულია ცოლქმრობაში. მაგრამ იგივე ხდება მონასტერში და ეკლესიაში და ასე შემდეგ ჩვენ უნდა ვისწავლოთ სხვებისთვის ცხოვრება. ანუ როცა შენ ხარ მეგობართან, შენ საკუთარი თავი შენ არ გეკუთვნის. ყველაზე მძაფრად გამოხატულია ცოლქმრობაში, იმიტომაც პავლე მოციქულს ეს მაგალითი მოყავს. მაგრამ ეს თლიანად უნდა განვაზოგადოთ. და თუ გვინდა რომ ჩვენი სხეული ღვთისტაძარი გახდეს, ამისათვის პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, განთავისუფლდეთ ეგოიზმისგან განთავისუფლებაში გვეხმარება მოყვასი. და ეგოიზმისგან გათავისუფლებული ადამიანის სული და ადამიანის შინაგანი სამყარო თავისუფლდება ღვთის ნების შეცნობისთვის და ღვთის ნების შემეცნებელი ადამიანი ნელ-ნელა ემორჩილება რა ღვთის ნებას, ათავისუფლებს გულს ქრისტესათვის, ხდება მართლაც ტაძარი ღვთისა. და ასეთ ადამიანს ორიენტირი ყოველთვის გულში აქვს, ეს მუდამ ჩართულია. არასოდეს არ ეთიშება. ეს ნიშნავს მუდამ ღმერთთან ყოფობას, მუდამ სულ ქრისტესთან ყოფობას ნიშნავს. ასეთი ადამიანები შეცდომას აღარ უშვებენ, ცოდვებს აღარ ჩადიან, მათი გული ნელ-ნელა იწმინდება, ისინი მართლაც ხდებიან მეგობარნი ღვთისა, ერთგულნი და ასეთი ადამიანების გული იხსნება მჭვრეტელობისათვის. ანუ ჯერ კიდევ ხორჩი მყოფები იწყებენ ღმერთის ხედვას. მაგრამ სანამ ჩვენ ასე გული არ გაგვეწმინდება, ჩვენ ძალიან შორსა ვართ იმ მოცემულობიდან, რასაც ღმერთთან პიროვნული მცლობელობა და ღმერთის მხედველობა ქვია. შეგვეწიოს უფალი და მოგცეს ამ ყველაფრის სწორად დანახვა და სწორად აღსრულების ნებაცა და სურვილის და ძალაც. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.